თუ გინდა ისე დაიკლო წონაში, რომ ახლობლება ვეღარ გიცნო და ყველა გააოცო, მათ შორის საკუთარი თავიც კი, გირჩევ, რომ ბოლომდე უყურადღებით უსმენე ამ ვიდეოს, დღეს გასწავლი ერთადერთ ყველაზე სწორ გამოსავალს, არა მარტო წონის დასაკლებად, არამედ იმისთვის, რომ იყო მუდამ ჯანსაღად, ბედნიერად, ჯანმრთელად, შენს ორგანიზმს ჰქონდეს ყველა ელემენტი სწორად იმუშაოს და იყო ბედნიერი, ლაღი და ჯანმრთელი ადამიანი. ესე იგი, მე ვარ თემო შოთაძე, კონსულტანტი დაბალანსებული კვების საკითხებში. ჩემი პირადი შედეგია -60 კილო. წლების მანძილზე უკვე ათასობით ადამიანს დავეხმარე და დღეს გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას. ბოლოს და ბოლოს რა არის ეს დაბალანსებული კვება, ხო? დღეს ყველა იმაზე საუბრობს, რომ დააბალანსე შენი კვება, მიაწოდე ყველა ელემენტი შენს ორგანიზმს, მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს? რეალობაში ძალიან მარტივია და მოდი დეტალურად განვიხილოთ. ესე იგი, რა არის დაბალანსებული კვება? როცა შენ ორგანიზმს აწყობდი 4 ძირითად ელემენტს დაბალანსებულად, ეს უკვე ნიშნავს, რომ კი ტავტოლოგია, მაგრამ ეს ნიშნავს დაბალანსებულ კვებას. რეალობაში ორგანიზმს 114-მდე ელემენტი ჭირდება, მაგრამ 4 არის აქედან ძირითადი. აი ამ 4-ში შედის უკვე ის დანარჩენი ყველაფერი. 4 ძირითადი ელემენტი რომელია? ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და უჯრედისი. როცა შენ ამ 4 ელემენტს აბალანსებ, ეს ნიშნავს დაბალანსებულ კვებას. ანუ მოდი ახლა განვიხილოთ რა საკვებში რომელი ელემენტები შედის, ანუ რა უნდა ვჭამოთ. პირველ რიგში ჩვენი ორგანიზმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები ელემენტი ერთ-ერთი არის ცილა. ცილა შეიცავს ზუსტად იმ ამინომჟავებს, რაც ჩვენს შიდა ყველა პროცესს ჭირდება. ანუ ჩათვალე ის ორგანიზმის თავარი საშენი მასალაა და საშენ მასალასთან ერთად ის პროცესების მამოძრავებელი, ანუ ყველა პროცესი ამ ამინომჟავების დახმარებით ხდება. ყველაფერში იღებს მონაწილეობას. ცილები შედის ხორცეულში, ძალიან დიდი რაოდენობით, განსაკუთრებით ფრინველის ხორცში, ხო, ინდაურში, ქათამში, მწყერში, საქონლის ხორცში, ხბოს ხორცში, კურდღლის ხორცში, ღორშიც კი შედის, მაგრამ ღორში ისეთი სრულფასოვანი ცილების ათვისება არ ხდება, ამიტომ სხვა ხორცეული ჯობია. ოღონდ არა ძეხვები და სოსისები, ხო, ხორცს რო ახსენებ, რატოღაც ძეხვებზე და სოსისებზე გადადის ხალხი. შემდეგ ასევე ცილები შედის ზღვის პროდუქტებში და თევზში. ძალიან მაგარია, თევზეული თუ გიყვარს, გირჩევ თამამად მიირთვი. შედის კვერცხში. კვერცხი არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ყველაზე სასარგებლო პროდუქტი. თავის გულით და ყველაფრით დიდარია ცილებით, დიდარია ცხიმებით და ბევრი ვიტამინებით. თამამად მიირთვი. ცილები ასევე შედის სოკოში, ლობიოში, ოსპში, მუხუდოში, ასევე თხილეულში შედის ცოტა რაოდენობით, რძის პროდუქტში, განსაკუთრებით ხაჭოში შედის დიდი რაოდენობით და რა ჩამოვთვალე, ეცადე რომ ესენი ჩასვა შენი დღის რაციონში. შემდეგ გადავიდეთ საკვებ ბოჭკოებზე, უჯრედისზე, ანუ ცილების მერე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ჩვენი ორგანიზმისთვის არის უჯრედისი. უჯრედისი ხელს უწყობს ყველა ელემენტის ათვისებას, ანუ ერთია შენ რას ჭამ, მეორეა ორგანიზმმა ხო უნდა მოინელოს და აითვისოს ეს ყველაფერი. და ზუსტად უჯრედისი უწყობს ორგანიზმს ხელს იმაში, რომ ეს მონელება და ათვისება სწორედ მოხდეს. უჯრედისი ყველაზე დიდი რაოდენობით, განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით შედის ცოცხალ ხილში და ბოსტნეულში. განსაკუთრებით მყარი ხილბოსტნეული, რომელიცაა, ხო, აი, კომბოსტო, სტაფილო, ბროკოლი, კიტრი, ვაშლი, ქლიავი, აი ძალიან ბევრ პროდუქტზე თითქმის ყველა ცოცხალ ხილბოსტნეულში შედის. ამიტომ მიირთვი, ჩასვი შენი დღის რაციონში. რაც შეეხება ცხიმებს, ახლა ნახე, თუ შენ იღებ ცხოველურ ცილებს, იქ ცხიმი ისედაც შედის, ანუ აღარ ინერვიულებ ცხიმი საიდან მიიღო. მაგალითად, ხორცში შედის ცხიმი, სულ რო ჭლე რაღაცა ფილე გაიმზადო, იმაში შედის ცხიმი. შედის ცხიმი თევზეულშიც, კვერცხშიც და ყველაფერში. ანუ შენ თუ დღის რაციონში გაქვს ცხოველური ცილები, ცხიმზე ფიქრი აღარ გიწევს. მაგრამ თუ არ გაქვს ეს ყველაფერი, ცხიმი შეგიძლია მიიღო რძის პროდუქტები და რძის პროდუქტებში შედის ცხიმი. შეგიძლია მიიღო თხილეულისგან, თხილეული ძალიან ჯანსაღი ცხილია, ხო? ცხიმია, ხო, ეს ნიგოზი, ნუში, მიწის თხილი და ასე შემდეგ, ავოკადო და ძალიან ბევრი ჯანსაღი ცხიმების წყარო არსებობს. ერთადერთი არ მიიღოთ რაფინირებული ზეთები და ტრანსცხიმები, ის საწამლავია, მარგარინი და ზეთები ამოიღეთ ხმარებიდან. ნახშირწყლებს რაც შეეხება, ნახშირწყლები უკვე ორნაირი არსებობს, ხო? კაი, გავიარეთ ცილები, გავიარეთ ცხიმები, საკვები ბოჭკოები, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ნახშირწყლები, იმიტომ რომ ზოგ ადამიანს გონია რომ ნახშირწყლები მავნეა, ზოგს გონია რომ პირიქით სასარგებლოა. რეალობა კი არის ის, რომ არსებობს როგორც
მავნე ნახშირწყლები. არსებობს ძალიან სასარგებლო ნახშირწყლები. ნახშირწყლები არის ჩვენი ორგანიზმის მთავარი ენერგიის წყარო. ანუ ყველა პროცესის ენერგია, ჩათვალე ის ტენის ორგანიზმს. მაგრამ ნახე, არსებობს მარტივი ნახშირწყლები, რომელიც მარტივად იშლება ორგანიზმში და მარტივად ძალიან დიდი რაოდენობის ინსულინს გამოიმუშავებს. ეს არის თეთრი პური, საკონდიტრო ნაწარმი, ცომეული, ტკბილეული, ესენი არ ვარგა, მარტივი ნახშირწყლებია. და არსებობს რთული ნახშირწყლები, რომელიც რთულად გადამუშავდება ორგანიზმში და რომელიც ნელ-ნელა ცოტა რაოდენობის ინსულინს გამოიმუშავებს. მაგალითად, აი თეთრი პური ვახსენეთ ზეგან, ხო? პური ყველანაირი ნახშირწყალია, მაგრამ თუ ის ხორბალი, რომლისგანაც პური მომზადებულია, არ არის გადამუშავებული და უბრალოდ დაცეხვილია, ხო? აი, გაცლილი არაფერი არ აქვს, ცეხვი პურს რო ეძახიან. ის სასარგებლო ნახშირწყალია, შეგიძლია მიირთვა. კუსკუსი, წიწიბურა, ყარის სორტის მაკარონები, ეს ყველაფერი არის რთული ნახშირწყალი. ამიტომ დააბალანსე ეს 4 საჭირო ელემენტი შენს ორგანიზმს მიაწოდე და რა მოხდება? ერთ კვირაში, ორ კვირაში თავს შეატყობ, რომ მავნებლობები აღარ გინდება, დალაგდება შენი მადაონო ორგანიზმი, რომ შეივსება საჭირო ელემენტებით, ის არასაჭირო ელემენტებს არასდროს აღარ მოგთხოვს. შემდეგ იგრძნობ, რომ ენერგია იმატებს, იგრძნობ, რომ შენი მეტაბოლიზმი სხვანაირად მუშაობს, დილით სხვანაირად იღვიძებ, მთელი დღე მეტი ენერგია გაქვს და კვირიდან კვირამდე დაიწყებს ფორმების ცვლილებას, სულ შეიცვლების. ჩათვალე, რამოდენიმე თვეშივე ყველას დაშოკავ, ვერავინ ვეღარ გიცნობ, შენ თავს ვეღარ იცნობ, ისე იქნები, ეს გამოცდილი მაქვს. მოდი ახლა აი ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რო არ გაგვიჭირდეს, დავაბალანსოთ სადილი. მაგალითად, აი ეხლა შუადღეა და გინდა სადილი. როგორ დავაბალანსოთ ეს ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და უჯრედისი. მაგალითისთვის, პირველ რიგში გჭირდება ცილოვანი პროდუქტი, როგორც თქვით. არჩი ერთ-ერთი ცილოვანი პროდუქტი, რა ჩამოთვალე, თქვათ, ხორცი მოამზადე, სიტყვაზე კაი საქონლის კატლეტები გაამზადე, ქათამი შეწვი გრილის აპარატში, კაი ხაშლამა გაიმზადე, არამე ხორცის ასე თქვათ, სადილი თუ ხორცის ფული ყველას არ აქვს, მაშინ გაიმზადე ლობიოთი ან ოსპის კატლეტი გაამზადე ან ლობიო ამოლესილი ჩვენებურად, ასე თქვათ, მამაპაპურად, იქიდან მიიღებ ცილებს. თუ ხორცს ჭამ, ცხიმზეც აღარ გაქვს სადარდებელი, იმიტომ რომ ნებისმიერ ხორცში ცხიმი მიდის. ცხიმია. თუ ლობიოს ჭამ, ჯობს რომ სიტყვაზე რო ცოტა შეგრილდება ან თვითონ მერე ცალკე სალატში ცოტა ოდნავ მაგალითად ან ავოკადო ჩააჭრა ან ზეთისხილი ჩაამატო ან რაღაც ერთი კოლზი ზეთი მაინც დაამატო რომ ცხიმიც მიიღო. ანუ პირველ რიგში ვიღებთ ცილოვან კერძს. შემდეგ ამას უნდა მივაყოლოთ, ანუ ხო ავირჩიეთ ცილოვანი კერძი. ეხლა უნდა მივაყოლოთ საკვები ბოჭკოები, რომ ადვილად მოვინელოთ და ავითვისოთ. ბევრი ფერადი ბოსტნეული სალათი. ნებისმიერი ბოსტნეული რაც გიყვარს, სხვადასხვა ჩაჭერი, გააკეთე სალათი და ხორცთან ერთად მიირთვი და მიაყოლე, თქვათ 1-2 ნაჭერი ჭვავის პური, ქატოს პური ან დაცეხვილი ხორბლისგან მომზადებული პური. ნახე რა მაგარი ბალანსია. თქვათ, ქათამი მიირთვი, იმან მოგცა ცილები და ცხიმი, მიაყოლე ფერადი ბოსტნეული სალათი, იმან მოგცა საკვები ბოჭკოები, 1-2 ნაჭერი შავი პურიც მიაყოლე, იმან მოგცა სწორი რთული ნახშირწყლები. ორგანიზმი შეივსო, დანაყრდა, ყველაფერი კარგადაა. რეალობაში ნახე, გაიხსენე კარგად. აი, შენი წინაპრები როგორ იკვებებოდნენ, ჩვენი ბებია ბაბუები, ხო? საერთოდ არ იცოდნენ ფრაზა დაბალანსებული კვება რას ნიშნავს, მაგრამ სიტყვაზე სტუბრად რომ მიდიოდი სადმე რა ხდებოდა? პირდაპირ დაკლავდნენ დედალას ეძახდნენ თან ან რაღაცა სიტყვაზე საქონლის ხორცი ქონდათ უკვე გადანახული, იმის გამო მოამზადებდნენ ან კაი ხბოს წვადებს ან პირდაპირ იმაში რა ქვია, ფეთში გამოაცხო იმას იზავდნენ, დედალას შეწვავდნენ ხოლმე. მოგიტანდნენ ფერად ბოსტნეული სალათი, ბოლოკი, ხახვი, რაც მწვანე ხახვი, კიტრი და ასე შემდეგ და დაცეხვილი ხორბლისგან თონეში ჩააკრავდნენ პურს. საერთოდ არ იცოდნენ რა არის დაბალანსებული კვება, მაგრამ ჩვენზე კარგად აბალანსებდნენ. ჩვენი წინაპრების მერე შევცვალეთ ეს, რომ ხორცეულების მაგივრად და დაბალანსებული კვების მაგივრად ზეხვებს მივირთვევთ, სოსისებს მივირთვევთ, გზევიდან მაიონეზს ან კეჩუპს ვაყოლებთ, ერთი ბუხანკა თეთრი პური უნდა მივაყოლოთ კიდე, შემდეგ დესერტად შოკოლადები, ვაფლები, დავაყოლოთ გაზიანი სასმელები და ამით ნადგურდება ჩვენი ჯანმრთელობა და ჩვენი კარგად ყოფნა. შენს ხელშია, ძალიან მარტივია, ხო? აირჩიე ჯანსაღი, ნუ შეჭამი მავნებლობებს, დააბალანსე კვება და ყველაფერი აუცილებლად
გამოგივა. ხო, სადილის გარდა წახემსებებიც მარტივია, ხო, აი მაგალითად, წახემსებაზე აიღე დღეს მაგალითად სახში მაგ ხაჭო და შავი ქლიავი. ხაჭოში უამრავი ცილებია და საჭირო ცხიმები, შავ ქლიავში შედის საკვები ბოჭკოები და ნახშირწყლები იდეალურად დაბალანსებულია. წახემსებაც მარტივი დასაბალანსებელია და სადილიც, მაგრამ თუ მაინც არ გამოგდის და გვერდში გჭირდება ესეთი ადამიანი, ვის შენი გრაფიკის მიხედვით დაგილაგებს კვებას, დაგეხმარება რომ კონდეს სწორად ყველაფერი დალაგებული, დაგეხმარება მე ამის ანალიზში, კონტროლში, ყველა საჭირო პროცესის მართვაში, პირადში მოგწერე, ჩვენ ახლა ძალიან მაგარი შეთავაზებები გვაქვს. სერიოზულად მაგარ პროგრამას შევადგენთ ერთად, ასეთ შედეგს დავდებთ და თუ გინდა გქონდეს ბევრი საჭირო ინფორმაცია ჯანსაღი დაბალანსებული კვების შესახებ, გამოიწერე ჩვენი არხი, იმიტომ რომ აქ ყოველ დღე გამოდის ახალ-ახალი ვიდეოები, ახალ-ახალი ინფორმაციები და შენ ყოველთვის გეცოდინება 21 საუკუნეში როგორ იყო ჯანმრთელად, ჯანსაღად და ენერგიულად. შევხვდებით შემდეგ ლაივ ჩართვაში. გირჩევ რომ მეორეთაც მოусმინე ამ ვიდეოს, რომ სწორედ გაიგო მთელი ინფორმაცია.